ქართველმა ვარსკვლავმა გაავრცელა ვიდეო, სადაც 3 რაუნდის განმავლობაში ებრძვის მეტას აღმასრულებელ დირექტორ მარკ ცუკერბერგს. სესიას ასევე ესწრებოდა UFC-ს ყოფილი ჩემპიონი ალჯამეინ სტერლინგი. მერაბ დვალიშვილმა, რაც პეტრიანთან დაბალწონიანი ტიტული წააგო, ყოფილი ჩემპიონი სპორტდარბაზში დაბრუნდა და მეტას დამფუძნებელთან ინტენსიური სპარინგი გამართა. მარკ ცუკერბერგი შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში უკვე რამდენიმე წელია ვარჯიშობს და მისი თავდაჯერებულობა დვალიშვილთან სესიის დროს აშკარად იგრძნობოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტემპს მერაბ დვალიშვილი აკონტროლებდა, მსუბუქ სპარინგ რაუნდებში ცუკერბერგმაც არაერთი დარტყმა შეასრულა და მერაბსაც კი მოხვდა. ყოფილმა ჩემპიონმა ყველაფერი ტექნიკურად და მშვიდად წარმართა, თუმცა მილიარდერმა სწორედ სიმშვიდითა და კონტროლით დაიმსახურა ქება. ვარჯიშის შემდეგ დვალიშვილმა თავადაც აღნიშნა მისი ზალისხმევა და თქვა: "ის ნამდვილი კაცია, მე ის მიყვარს." და ეს შემთხვევითი სესია არ ყოფილა. ცუკერბერგი ადრე უკვე ვარჯიშობდა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან ალექს პერეირა, ისრაელ ადესანია და ალექსანდრე ვოლკანოვსკი. სწორედ ამიტომ მას MMA-ის სამყაროში ერთგული და სერიოზული სტუდენტის რეპუტაცია ჩამოუყალიბდა. მისი შრომა UFC-ს ხელმძღვანელობასაც არ გამოპარვია. დანა ვაიტმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ თუ მარკი ასე გააგრძელებს ვარჯიშს და შეჯიბრებებში მონაწილეობას, სრულიად რეალურია მისი გამოსვლა UFC-ს BJJ ტურნირებზე. ვაიტის თქმით, უკვე ბევრი ცნობილი ადამიანი ვარჯიშობს ჯიუ-ჯიტსუში ძალიან მაღალ დონეზე. უბრალოდ საზოგადოებამ ამის შესახებ არ იცის. მერაბ დვალიშვილი იანთან ტიტულის დაკარგვის შემდეგ დიდხანს არ დაუსვენია და ძალიან სწრაფად დაუბრუნდა ვარჯიშს. ამით მან ნათლად აჩვენა, რომ მათი მეტოქეობა დასრულებული არ არის. ახლა ანგარიშიც გათანაბრებულია. ორივე მებრძოლს თითო გამარჯვება აქვს, რაც მესამე გადამწყვეტ ბრძოლას თითქმის გარდაუვალს ხდის. MMA-ის ანალიტიკოსი 딘 თომასი ფიქრობს, რომ გადამწყვეტი ბრძოლა მართლაც გარდაუვალია. ეს დროის ამბავია. თომასმა ასევე აღნიშნა, რომ დვალიშვილი მზადაა ნებისმიერ დროს გამართოს ბრძოლა. ბოლო 1 წლის განმავლობაში 3-ჯერ წარმატებით იბრძოლა ტიტულისთვის, რაც იშვიათი შემთხვევაა. თუმცა მან რეალობაც არ დამალა და აღიარა, რომ მერაბს წინ ძალიან რთული გამოწვევა ელის. მერაბს რაც შეიძლება მალე სურს ბრძოლის გამართვა, მას შურის ძიება წყურია. თქვენ როგორ ფიქრობთ? სჯობს მერაბმა დაისვენოს, ძალები აღიდგინოს და იანს მოგვიანებით შეებრძოლოს თუ პირიქით, შურის ძიების წყურვილით გაცეცხლებულმა მერაბმა ახლა იბრძოლოს, რაც მას კიდევ უფრო მონდომებულს გახდის. გამიზიარეთ თქვენი მოსაზრება. იქ, სადაც ლიონელ მესიმ მუნდიალი მოიგო, ხვიჩა კვარაცხელიამ PSG-სთან ერთად საკონტინენტაშორისო თასი მოიპოვა. კატარში, ახმად ბინ ალის სტადიონზე, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პარი სენ-ჟერმენი ლიბერტადორესის თასის მფლობელ ფლამენგოს შეხვდა. ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში იყო და გოლიც გაიტანა. ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. დამატებით დროშიც ანგარიში არ შეიცვალა და პენალტების სერიაში PSG-მ გაიმარჯვა. საფონომა 4 პენალტი მოიგერია. ხვიჩა მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. გოლი, წარმატებული დრიბლინგები და აქტიური თამაში. ეს მისთვის მე-14 გოლია PSG-ში და მე-5 ტიტული კლუბთან ერთად. ხვიჩას მონაგარი კი ასეთია: ლიგა 1, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, UEFA-ს სუპერთასი და საკონტინენტაშორისო თასი. PSG-მ ერთ კალენდარულ წელს მოგებული ტიტულების რაოდენობით ბარსელონასა და ბაიერნის რეკორდი გაიმეორა. ესპანელებმა 2009 წელს 6 ტიტული მოიგეს, ხოლო გერმანელებმა 2020 წელს. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ეს დიდ დახმარებას გაუწევს არხის განვითარებას.